უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ბრძოლები გრძელდება. რუსული არმია ხარკივის რეგიონში კუპიანსკის მიმართულებაზე დეოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს და ამ ეტაპზე ამ თვალსაზრისით შედარებით მცირე მასშტაბის ტაქტიკურ შეტევით ოპერაციებს აწარმოებს. ბრძოლები მიმდინარეობს ლიმანის მიდამოებშიც. რუსული არმია წინსვლას ცდილობს მაკიივკას, კრემინასა და სვატოვეს მიმართულებითაც. გრძელდება ბახმუტის გარშემო ბრძოლებიც, ასევე ავდიივკის მიმართულებაზე. რუსი ჯარისკაცები ომის შემსწავლელი ინსტიტუტის კვლევართა ინფორმაციით ავდიივკას სამხრეთ ნაწილებში შევიდნენ და ბრძოლები უშუალოდ დასახლებაში მიმდინარეობს. არსებობს ავდიივკას ალყაში მოქცევის საშიშროებაც. ფრონტის ხაზებზე შერკინების ფონზე კრემლი უკრაინული ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. ოდესაში რუსული სარაკეტო იერიში შედგა 6 მოქალაქე დაიჭრა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ომების ფონზე გაეროსულ ტოლულთა საქმეთა კომისრის განცხადებით ის შიშობს, რომ უკრაინის კონფლიქტი ნელ-ნელა მსოფლიო ყურადღების მიღმა რჩება. ნერვიულობ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს ნელ-ნელა ავიწყდება. შეხედეთ საერთაშორისო მედიის სათაურებს. ზოგჯერ უკრაინის შესახებ ინფორმაციასაც ვერ ნახავთ. არადა რამდენიმე თვის წინ ეს ომი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. სამწუხაროდ ახლა უფრო და უფრო ნაკლები ყურადღება ექცევა ამ ომს და ადამიანები ისევ ძველებურად იტანჯებიან. საერთაშორისო მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბელგოროდის რეგიონში რუსული სამხედრო საჰაერო ძალების Il-76-ის ჩამოვარდნა. კრემლში ამტკიცებენ, რომ ამ ხომალდში უკრაინელი სამხედრო ტყვეები ისხდნენ და ის უკრაინული არმიის მიერ გასროლილმა რაკეტებმა ჩამოაგდეს. უკრაინის პრეზიდენტი ამ საქმის საერთაშორისო ძალისხმევით გამოძიებას მოითხოვს. ჩვენი დაზვერვის მთავარი სამმართველო ყველა ტყვის ბედს არკვევს. უკრაინის უშიშროების სამსახური იძიებს ყველა საეჭვო გარემოებას. აუცილებელია ყველა ფაქტის დაზუსტება იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკატასტროფა მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა. რუსეთში კი ჩამოვარდნილი სამხედრო საჰაერო ხომალდის დაღუპული პილოტებისთვის რელიგიური ცერემონია გაიმართა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა კადეტებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.